სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს მიქაელ ხიხაძეს 78 წელი შეუსრულდებოდა. მოძღვარი 2023 წელს გარდაიცვალა. სასულიერო პირის ხვაწლი ფასდაუდებელია. მან სიცოცხლეში 2 ეკლესია საკუთარი ხელით მოხატა და დაუღალავა ჩრომობდა უფლის გზაზე. სულ უფრო მეტი ადამიანი მოაქცია. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის შემდეგ იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მან დაწერა საუფლო დღესასწაულები. ამაღლება, ხარება, ფერისცვალება და სხვა. დეკანოს მიქაელ ხიხაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მამავაჟა სონყულაშვილმა მრევლთან ერთად მის საფლავზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. მამა მიქაელ 78 წელი შეუსრულდებოდა და ამ ხნის მანძილზე ვიდრე ცოცხალი იყო მამა მიქაელი მუხჩაუხრელად შრომობდა და ჩვენ მის ღვაწლს არ ვკარგავთ და ღვთისმადლით არ დავკარგავთ და ჩვენ დღეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღვასრულეთ, ვაკურთხეთ საფლავი მისი და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ესეთი მუხჩაუხრელი სასულიერო პირი მომადლა გურჯაანს. რამდენიმე ათეული წელი ემსახურა დედა ეკლესიას ღმერთს და ღვთისმადლით თითოეული აგური ამ ტაძარში მისი ლოცვა-კურთხევით და მისი შრომით არის გაწეული. ღმერთმა აცხოვნოს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველიცათა და მისი ახლობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები გაახაროს. ჩემი ახსარებაც აქ ჩავაბარე პირველი ახსარებები ვეზიარებოდი და აი დღემდე ყურებში მაქვს და მართლა იმის თბილი სიტყვები, თბილი საუბარი, აი ძალიან ყველა პრობლემის და იმის ყველას აი მოაგვარებდი ყველა პრობლემას და ყველა იმას თუ კი რამე განსაცდელი ქონდა აუცილებლად უნდა მოვსულიყავით აქ ესეთი რწმენა მქონდა ესე გამზარდეს ჩვენებაც ესე გამზარდეს და აუცილებლად პირველად როცა მე მინდა გითხრათ რომ ძალიან პატარა რო ვიყავი და ბავშვები დაირეოდნენ ხოლმე დედამიწა რომ მაღლა ღმერთიაო და ის გასცემთ პასუხსო და მართლა აი ის მაღლა ვიყურებოდი ხომ სადმე ღმერთი დამენახნა მე მაშინ ესეა რომ ყავდა მათ რწმენა და ეხლა ვიცი რომ ყველას გულებშია ყველგან არის თვითონ ვიცი და მართლა ძალიან წასდამჯერა მე ამის თქმა მინდა მადლობა მამა მიქაელს რომ ეს მაზიარა მართლა ამ რწმენას და ძალიან შემაყვარა